ახმეტაში სტიქი დაზარალებულ მევენახებს მოძრაობა ძალაერთობაში ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელიაც შეხვდა. მელია მაისურაძეების ვენახში ადრიანად დაწყებულ რთველს დაესწრო და სტიქიისგან მიყენებულ ზიანსაც ადგილზე გაეცნო. როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, 2012 წელს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ სტიქი დაზარალებულებს კომპენსაციის სახით 150 მილიონი ლარი გადაუხადა. ოპოზიციის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას დაეხმაროს დაზარალებულ გლეხებს და აუნაზღაუროს სტიქიისგან მიყენებული ზიანი. 80% მოსახლეობისას, ვისაც გაუნადგურდა აქ ეხა მოსავალი, ვალად ჰქონდა ხამქიმიკატები აღებული. და აი ამ ხამქიმიკატების ვალის გასტუმრებას აპირებდნენ მაშინ, როდესაც მოსავალს მოიყვანდნენ. და ამ დროს რას აკეთებს? მილიარდერის ხელისუფლება. მილიარდელი ხელისუფალი რას აკეთებს? ამბობს, რომ არ გეკუთვნით. არ გეკუთვნით კომპენსაცია ვერ დაგეხმარებით. და ეხლა გავიხსენებთ რას აკეთებდა და რას ამბობდა 2012 წლის აგვისტოში. მაშინდელმა ხელისუფლებამ 150 მილიონი ლარი აუნაზღაურა მოსახლეობას სრულად კომპენსაცია 1500 ლარი თითო ოჯახს. და ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა ტელევიზიით ძალიან კარგად მახსოვს 2012 წლის აგვისტოში თქვა რომ 1500 ლარი არის სასაცილო თანხა. და უნდა გაეცეს 4000 ლარი, 3500 ლარი. მთელი დღეები ამას იმეორებდა. როდესაც 150 მილიონი გამოყოფილი იყო, იმას დაცინოდა 150 მილიონი რა არის, 400 უნდა გამოყოფო. და დღეს 6 წლის თავზე კახელებს ეუბნება, რომ არც ერთი თეთრის და არც ერთი ლარის ღირსი არ ხართ. სუდაკარგოს ვიჩევნია რომ რაღაც კაპიკებში ჩავაბაროთ და ეს სულ არ დაგვირფოთ გახმება, გაჭკნება და იმ წამლის ფულსაც ვერ აღებთ. იქიდან წამლის ფული მაინც ავიღოთ და ეს რაღაცა. დიდია დანახარჯი? კი, 1300 ლარი დაგვიჯდა ნახევარი გექტარის წამალი რაღაც წამლები და აბა ეხლა რა უნდა ჩავაბაროთ და ტონა ნახევარი 700 ლარი და მუშასაც უნდა მივცეთ. ეს ურჯენი ეხლა ღმერთმა თქვას და რა გამოაღირებულობა აჩეოთ. და 3000 მეტი წამალი მაგ დახარჯული. და როგორ მინას გაურებს ფიზიკურად. ვარიანტი არ არის.